მე ვარ ლევან ჭაღალიძე 11 წლის. ვსწავლობ ფერიის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში და ხატვა. თამაშობ ჯორჯიაში და ვარ ცენტრალური თავდამსხმელი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა. მაქვს გოლის ამღო და გამაქვს ბევრი გოლი. ჯორჯიაში უკვე გატანილი მაქვს 50-მდე გოლი. ყველაზე ლამაზი გოლი იყო მოვატყუე კაცი და ვატყი ცენტრიდან და ცხენაში გავიტანე გოლი. მაქვს ძლიერი დარტყმა და შორიდან ხშირად ვიტან გოლებს. ჩემი საფეხბურთო კარიერა წარმომიდგენია ასე. ჯორჯიიდან როდესაც გავიზრდები და უფრო წამოვიწევ დონეს, ჯერ გადავალ დინამოში, შემდეგ გადავალ რეალში, შემდეგ გადავიდოდი ბარსელონაში და ბაიერნში დავასრულებდი ჩემ კარიერას. მაგ დროს უკვე ვიქნები 36 წლის. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის შორიდან ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს წონის კონტროლი. ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის მამაჩემი. ჩემი ძმაც ფეხბურთელია, მაგრამ მასზე უკეთესად მე ვთამაშობ. აქვს კარგი მონაცემები, თუ ბევრი ეშრომა, გახდება ჩემსავით კარგი ფეხბურთელი. ჯორჯიაში ყველაზე კარგად თამაშებული ვარ ანდრია დიასამიძესთან. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდინიო და გუნდი არის ლივერპული. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 11 ნომრით. მე მაქვს ნიჭი და დარწმუნებული ვარ გავხდები კარგი ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მხატვარი, იმიტომ მხატვა ძალიან მიყვარს. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. ყველაზე ხშირად ხატავ მოედანს, სახლებს, ადამიანებს და სოფლებს. ჩემი აზრით ყველაზე ძნელია ხელის დახატვა და ყველაზე მარტივი თავის. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს იასამნისფერი. ყველაზე კომფორტულად ვხატავ ფანქრებით. ვაგროვებ ნახატებს და სახლში მაქვს 30 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ პოპულარული გავხდე და ჩემ შვილებსაც ვანახვის. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ მილიარდი ღირდეს და მუზეუმებში იყოს გამოფენილი. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ჩვილავამტყობ ბავშვებს. გავუხსნიდი უფასო საავადმყოფოებს და უფასო ექნებოდათ წამლები და ოპერაციები. პირადად ჩემთვის ვიყიდი დიდ სახლს მთაში და ლივერპულს. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ იქ არის მეგობრული გარემო და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის გიგა დევაძე. ყველაზე ჭკვიანი არის მარიამ გორგაძე. ყველაზე მშვიდი არის ანასტასია ხარაზი. ყველაზე ბედნიერი გოლია სესილი სურმანიძე. მე ვარ ყველაზე ცელქი და მოუსვენარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ეკატერინე თრუმანიძე. ის არის ლამაზი და გაკვეთილებს კარგად ხსნის. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი კარგი დამრიგებელი მყავს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. უფრო პატარა რო ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა რომ ვიყო 25 წლის და ვითამაშო კარგ გუნდში და პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყო. და რა თქმა უნდა, უკვე ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი 2 ძმა, ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და ბიძია. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია რატი. ის არის მხიარული, ცოტა ცელქი და ჭკვიანი. რატი რო გაიზრდება, ალბათ გამოვა ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა პოლიცია. მეორე ძმა არის 1 წლის და ქვია გოგა. გოგა არის ძალიან ცელქი, ჭკვიანი და ჭამის მოყვარე. ის ალბათ გამოვა პილოტი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური და მუდმივი ახალგაზრდა. დედიკო არის ლამაზი და ის საუკეთესო დიასახლისია. წინასწარ ვგრძნობ, რომ ჩემი ცოლი ბედნიერი იქნება მის ხელში. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქვევ გიორგის და ბარბარეს. ჩემ ცოლს დავარქვევ მარიამს. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია სული ჩიტი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ბუნებაზე და მწვერვალებზე. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის შერეკილები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავალეციანებ საქართველოს და დავაბრუნებდი დროებით დაკარგულ ტერიტორიებს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. დარწმუნებული ვარ, 20 წლის რო ვიქნები, ვიყიდი შავი ფერის BMW-ს F80-ს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 41 საუკუნის შვეიცარიაში. ახლა რომ მთელი სოფლიოს ბავშვები მისმენ და ვერ ტყოდი რომ ისწავლონ და გამოვიდნენ ჭკვიანები, რადგან სწავლით და ჭკვიანობით მიაღწევენ ყველაფერს. და კიდევ რაც მთავარია, უნდა უყვარდეთ თავიანთი სამშობლო. მშობლოს ურჩევდი რომ დაგვიჯერონ და რაც გვინდა ის შეგვისრულონ. ბედნიერება არის სამშობლოს სიყვარული, ფეხბურთის თამაში და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.